მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ ერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება კანონში შეტანილ ცვლილებას მუშაობის უფლების გაგრძელებასთან დაკავშირებით. ჩვენ არასოდეს არ ვსაუბრობთ იმ კანონპროექტებზე, რომელიც არის განხილვის ადრეულ სტადიაში, არ ვსაუბრობთ ექსპერტების მოსაზრებებზე, რომელიც გაზეთებში ან კიდევ ინტერნეტ სტატიებში ქვეყნდება და არ არის ჩვენი მიზანი, რომ გამოვიწვიოთ ადამიანში ცრუ პანიკა, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ უკვე მიღებულ კანონპროექტებზე, რომელიც ამა თუ იმ ფორმით შეიძლება აისახოს იმ ემიგრანტის ცხოვრებაზე, რომლის საქმეც არის წარმოებაში. რას ნიშნავს დღეს მიღებული, ანუ ხვალიდან უკვე ძალაში შესული ცვლილება, რომ თქვენ აღარ გაგიგრძელდებათ 540 დღით მუშაობის უფლება. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი მუშაობის უფლების ვადა როგორცვე ამოიცურება, თქვენ კარგავთ მუშაობის უფლებას, მანამ სანამ არ მიიღებთ ახალ ფიზიკურ ბარათს. და ამ პერიოდში შეიძლება დარჩეთ სამსახურის გარეშე, მუშაობის უფლების გარეშე და ეს ყველაფერი თქვენ წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ, რომ დროულად მოახდინოთ თქვენი სამუშაო უფლების მოთხოვნის დაფაილება. ეს კანონპროექტი ძალაში შედის ხვალიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 2025 წლის 30 ოქტომბრიდან და რაც უნდა გააკეთოთ, ეხლავე ჩახედეთ თქვენს მუშაობის უფლების ვადას, თუ დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები, დღესვე დააფაილეთ თქვენი მუშაობის უფლების მოთხოვნა, რომ ამ კანონპროექტს არ ექნება უკუქცევითი ძალა და ვისაც 30 ოქტომბრამდე გაქვთ მოთხოვნილი გაგრძელება, ისინი ავტომატურ რეჟიმში მიიღებთ 540 დღიან გაგრძელებას, ხოლო ის ადამიანები, ვინც ხვალის შემდგომ, ანუ 30 ოქტომბრის შემდეგ მოითხოვთ მუშაობის უფლების გაგრძელებას, თქვენ მუშაობის უფლება გაგიგრძელდებათ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც საიმიგრაციო სამსახური დაასრულებს თქვენი აპლიკაციის განხილვას და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, გეკუთვნით თუ არა მუშაობის უფლება. ამ ცვლილების მიზეზი გახდა ძალიან ბევრი თაღლითობა, რომელიც ამ სფეროში არსებობდა, როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, ეს შეეხებოდა იმ ადამიანებს, რომლის საქმეებიც დასრულდა, მაგრამ მუშაობის უფლება მაინც ხელში უკავიათ, შეეხებოდა როგორც პოლიტიკურ თავშესაფრის მაძიებლებს, ასევე შეეხებოდა ქორწინების გზით, ვისაც ჰქონდა საიმიგრაციო ბენეფიტები მოთხოვნილი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ყველაფერი ყურადღებით იქნება შესწავლილი. ყველას გისურვებთ წარმატებას და უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას.